და ძისათა და წმინდისა სულისათა ზმანო და დანო დღეს უდიდესი დღესასწაულია დღეს არის 100,000 მოწამეთა ხსენება თბილისში ეტეხის ხიზზე წამებულთა დღეს არის არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეს მოწამეთა ხსენება ეს კალენდარში ხანდახან არ არის მაგრამ საბინინი წერს რომ 100,000 მოწამესთან ერთად არის ხსენება დავით და კონსტანტინეს ეს ალბათ იმიტომ რომ 100,000 თბილისში წამებულნი არის აღმოსავლეთ საქართველოს დიდ მოწამენი ხოლო დავით და კონსტანტინე დასავლეთ საქართველოს დიდი მოწამენი ზმანო და დანო დღეს გაერთიანებულია საქართველო მოწამეთა ხსენება აღმოსავლეთისაც მოწამეთა ხსენება დასავლეთისაც და დღეს ჩვენი გულები სულები ხარობენ ზმანო და დანო რადგან აღესრულა დიდი სასწაული ის ოქროს თევზის სასწაული რომელიც ახდა ამ ტაძრის შენებლობას ამ პირველ პარაგლის ეს ბევრმა თქვენთაგან მაიცის აღარ გავიმეორებ ვინც არ იცის ისეთ მოუყვებიან იმათ ვინც იცის და ჩვენ გავაგრძელებთ რომ აი ეს დიდი სასწაული რომელიც აღესრულა და ახლა მოგითხრობ თქვენ ერთი საფრთხე მოიტანო ეს საერთოდ ამოვიხოთ ეს ამოვზავდეთ საერთოდ ზმანო და დანო თქვენ იცით ჩვენ რამოდენიმე კვირის უკან თქვით ამოიღეთ და ხება წაიღოთ ესე რომ წვეთი არ დაიქცეს ბლომად საუბრობ ზეიკიძეების ოჯახში დიდი სასწაული აღესრულა მრავალმა ხატმა იწყო დენა მირონის სასწაულებრივად ისეთი რომ ასეთი მსგავსი საქართველოს არ უნახია და თქვენ გაგახსენებთ რომ იქ ოჯახში ძალი იყო ყოფილი ჩვენი მრევლის ელზას ელისაბედის დიშვილი ნინო და ეხლა სხვა მოძღვართან არის და იმ მოძღვართან მამა ანდრიასთან გადატანილი იქნა ძირითადად ის ხატები მირონდინარე და ის არის იმ ტაძარში მაგრამ მოხდა აი რა სასწაული მე უნდა ითხრათ რომ მე არც მithოვია რომ რომელიმე ხატი მაჩუქეთან მოგვეცი და ელისაბედმა ელზამ ესე იგი ერთი ხატი რადგან ჩვენ ვაშენებთ დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარს შეიძინა დავით და კონსტანტინეს სახელზე ხატი ალინოში უნდოდა დიდი ხატი მაგრამ მეტი დიდი ზომის არ იყო დადო ზეიკიძეების ოჯახში დავის სიძის ოჯახში და თქვა რომ თუ ამას წამოუვა მირონი მაშინ ამას წავიღებ მამა ალექსანდრის ტაძარში წმინდა გიორგის და დავითში და კონსტანტინე რო აშენდება გადავიდა ტაძარში მაგრამ მირონი არ მოდიოდა და ნუ ბეც რა თქმა უნდა თქვი რომ აბა ღირსი ვართ და ასე შემდეგ და ვადიდებდით ღმერთს ამ დროს გუშინ წინის წინ შევედით მე და მამა გიორგი პატრიარქთან ლოცვა კურთხევის ასაღებად რომ ფუძის კურთხევის ლოცვა კურთხევის ასაღებად რომ ვაშენებთ დავით და კონსტანტინის სახელობის ტაძარს პატრიარქმა მოგცა ლოცვა კურთხევა ჩვენ გამოვედით უწმინდეს ოთახიდან წამოვედით და მეორე დღეს დაიწყო ხატმა დავით და კონსტანტინის ხატმა დენა და რა მირონის აი ჩახედეთ ზმანო აი უბრალოდ შეხედეთ რა ხდება მე რომ მოახლოვდებით განახეთ სტიხაროსას ეჭირებეს და ამას თქვენ ყველას ნახავთ ჩვენ ამოღებული ქონდა ეს ხატი უკვე იქ დავაბრძანეთ და ის ტილოც დასვენდა მაგრამ იმ პირველ დღეს ეს იყო საოცარი დენა ესეთი რა არც მე და არც ძალიან ბევრს არ უნახია ეს სასწაული მონრეალის წმინდა ღვთისმშობლის ხატს ჰქონდა ესეთი დენა რაც მე მახსოვდა კიდე არ მახსოვს ესეთი რამ შეიძლება კიდე იყო რაღაც ამბობდნენ რუსეთში ერთს აი ესეთი სასწაული ხა მე ვთხოვ თქვენ დაიჭიროთ ან შეაბრძანოთ ან დაიჭიროთ და მე ვანახებთ ყველას ჩვენ გადაგების შემდეგ მორწმუნეებს ზმანო და დანო
მე ასე ვფიქრობ. რა თქმა უნდა ღვთისგანგება დიდია ვინ შეიცნობს მას, მაგრამ რაღაცა პროცენტები ძმანო და დანო აი ამ მირონ დენის ალბათ არის ის მით უმეტეს რომ ჩვენთანაც მობრძანდა რომ ქალბატონ ნინო არის ხუთი შვილის დედა ესე იგი ზეიდიძეების ძა და მრავალშვილიანი ძმანო და დანო თან ისეთ ოჯახში რომელიც ეკონომიურად ესე ძლიერია მერტმა ბარაკა მიცეს მათ კიდე უფრო და უფრო ეს კიდე უფრო დიდი ღვაწლია იმიტომ რომ იცით თქვენ რომ დიდარ ოჯახებში არაჩენენ გასშვილს მოსწორი არაჩენენ იმიტომ რომ კარგად შეიტყმონ კომფორტი და ასე შემდეგ ამიტომ როცა ესეთ ოჯახში ქალი ესე გადადებს თავს ის ნამდვილად წმინდა ქალია რას ვამბობ ახლა წმინდა ქალი ესე იგი ის ადამიანი თავდადებული ადამიანი და აი მე ნამდვილად ჯერა აქაც რომ მოუგზავნა ეს სასაუთმოქმედად ეს ხატი ესეთი მირონ დინარე მე მჯერა რომ უფალმა მრავალშვილიანი დედები დააჯილდოვა ძმანო და დანო და პირდაპირ თავის აი ასეთი დიდი სასწაული მრავალშვილიან დედებს რომლებსაც ესე უჭირთ რა გაგებია შეიძლება ეკონომიურად ბევრს არ უჭირს მაგრამ ეს დიდი რამ არის ეს თავდადება ძმანო და დანო გადადება თავის და აი უფალმა მიანიშნა დედებს ამასინად რამოდენიმე ერთ-ორ დედამ დიდი გულის ტკივილი გამოხატა რომ ძალიან უჭირთ იმიტომ კი არა მარტო ერთს ეკონომიურადაც მეორეს უფრო სხვანაირად სულიერად და აჰა ჩემო საყვარელო დედებო გმირებო მიიღეთ ღვთისგან ლოცვა კურთხევა მიიღეთ ღვთისგან ის ნიშანი რომ ღმერთი თქვენთან არის გაძლიერდით და კიდევ გააჩინეთ შვილები ძმანო და დანო მე კიდევ ამბობ რომ და მრავალგზის ვიტყვი რომ ჩვენ რჩეული ასე ვთქვათ კაი გაგებით გამიგეთ ალბათ არ ვამაყობ და არ ვამპარტავნებ ამით კაი გაგებით რჩეული მრევლი ვართ იმიტომ რომ აქ კიდევ ვიმეორებ საბურთალოს წმინდა გიორგის ტაძრის მრევლი არის ყველაზე ჩემპიონი მრევლი მრავალშვილიანობაში ჩვენ ყავს 20 უკვე 2 მოგვემატა ერთი გამორჩა და ერთი კიდევ გააჩინა მეხუთე 5 და მეტი ვისაცხავს 5 6 7 8 9 10 და 11-იანი წყავს და მე-12-ს რო ელოდება ძმანო და დანო ამიტომ ჩვენ ეს დიდი სიხარულია რომ ჩვენ მაგალითს ვაძლევთ სხვებს და ნახეთ ერთმა მითხრა რომ რა არის ეს ვაო ჩემპიონი იძახიო ჩემპიონიო და სხვა შურსო ეგ ძალიან კაი ეს არის ერთადერთი შემთხვევა შურის შემთხვევა როდესაც ძალიან კარგია და დადებით რომ თამაშობ შური თუ შურთ და ამის გამო დაიწყებე შვილების გაჩენას ამაზე კარგი რა იქნება ძმანო და კიდევ ვიმეორებ ჩვენ ვამბობ რომ ჩვენ ვიქნებით ბედნიერები თუ ჩვენ გაგვასწრებთ და ვიქნებით აუტსაიდერები და ყველა ტაძარში ეყოლებათ ჩვენზე მეტი შვილები ქართველებს ამაზე დიდი ბედნიერება რაღა უნდა იყოს ძმანო და დანო აი მამუკა რეხვიაშვილი რომელიც უკვე მე-12-ს ელოდება ძმანო და დანო მე-12 შვილს ელოდება და მე რო ვიყო თუმცა ჩვენ არაჩვეულებრივ ჩემი აზრით პარტიის ყავს პრემიერ-მინისტრი სპირიკაშვილი მართლაც არაჩვეულებრივი კაცი ჩემი აზრით დიდებული ქართველი ადამიანი მაგრამ ისევ ნახევრად ხუმრობ ისე რომ გასამხნევად მე რო ვიყო ან მომავალში ვთქვათ დავნიშნავდი პრემიერ-მინისტრად მამუკა რეხვიაშვილი თან იმიტომ ძმანო და დანო რომ ძველად რომში ესე ხდებოდა თუ ვინმე ორი კანდიდატი იყო რომ მიეღოთ იმაში სენატში ასე წდებოდა რომელს ყავდა უფრო მეტი შვილი გესმით როგორი სამართლიანი იყო ახრი რომის კანონები ასე რომ ხოლო მე პრეზიდენტად დავნიშნავდი პრეზიდენტი ხარ როგორი კაცი ამის შეფასება ქართულ ტრადიციებში იკოჭრებს ქართულ ტრადიციებში ისე არ აუშავს კაი კაცია კაც ყველა და
დავნიშნავდი მე დავით ჯიჭარაძეს მე-9 შვილი ყავს ზმანოდა და ასე შემდეგ პარლამენტს ვერ ავავსებ ამიტომ ჩემი თხოვნა ჩვენ ვართ 32 ოჯახი მრავალშვილიანი კიდევ მეტი რომ პარლამენტში შევიდეთ ზმანოდა და ასე რომ ეს დიდი სასწაული მე ესე აღვიქვი ეს დიდი სასწაული ესე აღვიქვი და ჭეშმარიტად ამაში სიმართლის მაცვალი არის მე ესე მჯერა ზმანოდა და არა მარტო მრავალშვილიან ოჯახებში ეს არის 100,000 მოწამის ხსენება ზმანოდა და ზოგს უყვირს როგორ ზოგმა გამოხატა დაწერა რადიოში ტელევიზიით გამოვიდა 100,000 არა ისევ საიდანო ამდენი ხალხი ზმანოდა და აქ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე რატო წუხს ზოგიერთი და რატო არ უნდა რომ ესე წარმოაჩინოს რომ 100,000 კაცმა ქრისტესთვის დადო თავი იმიტომ ზმანოდა და რომ ჭეშმარიტების წინააღმდეგი არიან თორე სხვა კი არაფერი მაშინ რატომ არ მოუღიათ ხმა მე-17 საუკუნეში ერთი წელი რო ავიღოთ მარტო 1616 წელი მარტო ერთი წლის განმავლობაში შახაბაზმა 100,000 მარტო კახეთის რელიგიაში ჯარმა სპარსელებმა 100,000 კაცი მოკლეს ქართველი კახელი მარტო და 150,000 მარტო იმ წელს გადაასახლეს სპარსეთში რატომ ზმანოდა დანო რატო იმაზე არ გამოხატეს რატო იმაზე არ წუხა რატო აწუხებთ ეს როცა 16 მილიონია საქართველოში 100,000 კაცმა დადო თავი ერთ დღეს და იქ უკვე გამეოთხედებულ და გამიათედებულ კახეთში როცა კაცი აღარ იყო აი ამდენი ხალხი მოკლეს და ამდენი ხალხი წაიყვანეს იქ რატო არ გამოუდგეს პროტესტი იმიტომ რომ მათ არ უნდათ რომ ჭეშმარიტებისთვის ადამიანმა თავი დადოს აი რა აწუხებს ზმანოდა და მათ არ უნდათ მათთვის არ არსებობს ჭეშმარიტება მათთვის არ არსებობს ქრისტე და ეს ხო სინდისი ხო შეაწუხებს რომ 100,000 კაცმა შემატანამამავლად დადო თავი ქრისტესთვის აი რა აწუხებს ზმანოდა და თორე როგორ რა უნდა 100,000 კაც ვერ შეაგროვებდნენ თბილისსა და მის ირგვლივ ზმანოდა და ეხლა მე მინდა გითხრათ რომ 100,000 ამით ზმანოდა და თუმცა მაშინ დიდი ტრაგედია იყო ჩვენ გარნისის ბრძოლა წავაგეთ ღალატის გამო საქართველოს იქიდან მოყოლებული ნელ-ნელა დაიქცა და მაგრამ მოხდა დიდი რამ ამ 100,000 მოწამის თავდადებით ყველა მიფიქრა რომ მორჩა საქართველოს არმა დაიშლებოდა თქვენ წარმოიდგინეთ ამ სასწაულის ამ დიდი თავდადების შემდეგ თბილისი არასდროს არ ყოფილა სხვისი ყოველთვის დამჭა საქართველოს ამ საუკუნების ამ ძიმე საუკუნების შემდეგ აქ უნდა დავინახოთ ჩვენ 100,000 მოწამის ღვაწლი ზმანოდა და ნამდვილად და ეხლა ჩვენ გავხდით ჩვენი ქალაქი ამ დღეს როცა თავი დადო ამდენმა 19 საუკუნეში ამ სასწაულმა რაოდენობა ქართველებისა გავხდით სოფლიოს სულიერი ცენტრი თბილისი ეს არის სოფლიოს სულიერი ცენტრი სულიერი დედაქალაქი მთელ სოფლიოში იმიტომ რომ არსად სხვაგან ამდენს 100,000 კაცს არ დაუდია თავი ჭეშმარიტებისთვის განათუ რაღაც სისულელისთვის ჭეშმარიტებისთვის ზმანოდა და ამიტომ ჩვენი თბილისი ნამდვილად არის პირველი ქალაქი მსოფლიოში ზმანოდა და რომელსაც ვერავინ ვერ შეეძლო სულიერად ხო ესეთ სასწაული რამ გავაკეთე ეხლა მე მინდა პატარა ექსკურსი ჩავატარო და წარმოვიდგინოთ როგორმა ჰაბიტუსით როგორმა ხალხმა დადო თავი ზმანოდა და ბატონიშვილი ვახუშტი ეს ჩვენი ისტორიკოსი მე-18 საუკუნის მარტო ქართველებზე ამბობს შემდეგს ხოლო ანაგებით არიან კაცი და ქალნი მშვენიერი ჰაეროვანი შავ თვალწარმთ მოსანი თეთრ ირიმისა იშვიათ შავგრემა მოყვითან იშვიათ თვალჭრელ და გრემანი თეთრ ქალთათმა გარდაშვებული და დაწნული კაცთა მოყვეცილნი წერწეტნი უმეტეს ქალნი იშვიათად სქელნი იშვიათად ზმანოდა და ხნემი მუშაკნი ჭიტაშინა კადნიები კვირცხლი სწაფნი ეს მე-18 საუკუნეში ზმანოდა და
აქ არის ძალიან ბევრი მე ვესესხები დიდ რუსტოველობს, დიდ მეცნიერს, ვიქტორ ნოზაძეს და მას აქ შეკრებილი ეს და ვესესხები და აი კითხულობ ამ დიდებული წიგნიდან ძმანო და დანო. აქ არის ჩამოთვლილი ძალიან ბევრი. მაგალითად იმერეთისთვის იგივე ვახუშტი წერს იმერელ კაცზე და ქალზე. ხოლო კაცნი ქალნი ვითარცავს თქვით ეგრეცა იუწყე განა უმშვენიერესი, უჰაეროვნესი, გლეხთაცა შვილი მიგვანებული წარჩინებული. ესე იგი ჩვენში ძმანო და დანო გლეხებიც კი ისეთები იყვნენ როგორც თავადები ძმანო და დანო. ცნობილი გერმანელი მეცნიერი მერც ბახერი ის რაღაც საოცარ რაღაცებს წერს ქართველ მამაკაცებზე, ტანი აქვს საოცარი, მსგავს არსად არ მოიპოვებაო, თვითო, ყველაო, მუშა, გლეხი, თავადი, თავდაჭერილებით, მოძრაობით, ქცევრით, ყველანი არისტოკრატნი არიან. ძმანო და დანო სტრაბონი, თუმცა ცოტა მიკერძოებით იქნება, მას დედა ყავდა ქართველი ლაზი, ნუ სტრაბონიც აქებს და აქებს ძმანო და დანო ქართველებს განსაკუთრებით მეგრულ მოდგმას და მეგრულ შტოს. რადგან თვითონ იყო მეგრე დედი. მიხეილ ფსელოსი ასევე საოცარ რაღაცებს ამბობს. ცნობილი მოგზაური მარკო პოლო წარმოიდგინეთ, რომელიც ამბობს მარკო პოლოს თქმით ქართველები არიან ძალიან ლამაზნი, საუკეთესო მოისრანი და უმხნესნი მეომარი. შემდგომ სხვა ამბობს, ნუ ახლა ვეღარ ჩამოვთვლი ამდენს, რამოდენიმეზე შევაჩერებ თქვენ ყურადღებას ძმანო და დანო და კიდევ ამით დავასრულებ სათქმელს ჩემსას, რა მინდა კიდევ თქვა დღევანდელ ქადაგების დროს. და როცა შაჰ ნადირმა ქართლის გამგებელს, ხო აქ ერთ მოგზაურს მოყავს, რომ ქართველები იმდენად ლამაზი იყო, იმდენად ლამაზები, რომ სპარსელები და თურქებიო მოითხოვდნენო საუკეთესო ვაჟების და ქალწულების გაყვანას და დაწესებული იყო, რომ წელიწადში როგორც აუცილებელი, აქ ცოტა ვერ გავეკვია, მაგრამ ალბათ ესე იქნებოდა ყოველ კუთხიდან, თქვა გურიიდან, სამეგრელო უნდა გასულიყო წელიწადში ყოველი კუთხიდან 100 ქალი ქალწული, 100 კაცი. ხრმა ისა ახალგაზრდა. ხოლო როცა შაჰ ნადირმა ქართლის გამგეს გივი ამილახვას 1744 წელს მოსთხოვა ქრივნი, ქალნი, ქალწული, ვაჟნი 300-ზე გააგდეს. მაშინ უკვე ქართლში დიდმა აჯანყებამ იფეთქა. ფრანგი მოგზაური შარდენი რაღაც საოცრებებს წერს, ბოლოშიც გეტყვით და ნუ ახლა რომ ძალიან არ გაგვიწერე, ძალიან ბევრია, აი რამოდენიმე ვიტყვი და დავამთავრებ. მე-18 საუკუნეში იოსებ დელაპორტი წერდა, მოგზაური, დიპლომატი, საქართველოს ის ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ სიამოვნებითა და მცირე ულუფით. აქაურ ქალებზე მშვენიერი არ არის რა. განუცვიფრებლად ვერ უცქერი მათ. ამ ქვეყანას შეიძლება უწოდოთ მშვენიერების სამკვიდრებელი. აქ ისეთივე იშვიათად შეხვდებით ულამაზო ქალს, ვით სხვაგან ლამაზ. ეს მშვენიერი ლამაზი ქალები თითქოს იმიტომ გაჩენილან, რომ შეიყვარო და შეიყვარო თავითვისი თავი. ესე იგი როგორც შენი თავი ვარ. შარდენი ცნობილი ჩვენთვის გასაგიჟებელია ქართული ტიპის სილამაზე. თვითეულ სპარსელს დედაკაც ცოლად ყავს ქართველი ქალი და შაჰ და დედები ქართველები არიან. ქართველთა ტომი არის ულამაზესი აღმოსავლეთში. შემიძლია კიდევ თქვა მთელ მსოფლიოში. მე არ მინახავს ამ ქვეყანაში არც ერთი მახინჯის სახე, არც ერთი სქეს შორის, მაგრამ ვიხილე კი ანგელოსთა სახელი. ბუნებამ ამ ქალთა უმრავლესობა დააჯილდოვა მიმზიდველობით, რომელსაც ვერსად სხვაგან ვერ ნახავ. შეუდანებელია, ისინი იხილოთ და არ შეგიყვარდეთ. შეუძლებელია, გამიგეთ, ქართველ ქალთა სახის მიმზიდველობას, მაჩვენიერ ტანადობას ვერ დახატავს ადამიანი. მე-18 საუკუნეში ეს ძალიან საინტერესოა. ერთ-ერთი მოგზაური დიპლომატი სომეხი
რომელიც ინგლისელი სომეხი იყო, იოსებ ემინიანი თავის თავგადასავალში ეხება იმერეთის მეფის სოლომონთან შეხვედრას და ამბობს მასთან მოხდა 300 აზნაური 25 წლის ბიჭები ასე ბევრი მშვენიერად მოხდელი ტანი არასოდეს არ მინახავს და სომეხი ჭკვიანი კაცია აბა ის სომეხია თუ არ ჩავთვლით ინგლისის ოქსფორდის სამეფოსო სადაც მუშაობდა ესე იგი იქ რო არ გამოეგდოთ იქ მინახე ერთიო და მაგრამ ყოჩახ ეს სომეხი კაცი რომ ასე აღიარა ქართველთა სილამაზე ძმანო და დანო ნუ მოგაბეზრებ თავს თორე უამრავია ძმანო და დანო აქ არც მოყავს მაგალითად ერთ-ერთი გერმანელი ცნობილი მეცნიერი ამბობს რომ როცაო მეო უხურებო აი იმ ანტიკვარულ ძეგლებსო ბერძნებმა რო შექმნესო ასე მგონია რომ ქართველი ქალის ტანი აიღესო და ნიმუშათო და ძმანო და დანო საოცრებებია კიდე აქ აღწერია ბალზაკი რო ამბობს რომ ქართველი ქალი მშვენიერია აღწერია რომ ალექსანდრე დიუმა რო ამბობს რომ მშვენიერია ქართველი ქალი და რომ ესეთი სილამაზე ევროპაში წარმოდგენაც არ აქვს ხოლხურ სილამაზეზე და ასე შემდეგ ადვილი წარმოსადგენია ძმანო და დანო ამის შემდეგ ადვილი წარმოსადგენია თუ ძმანო და დანო როგორმა ხალხმა როგორმა 100,000-მა ადამიანმა დადო თავი როგორ იქნებოდა ის ბავშვები როგორ იქნებოდნენ ის ქალები როგორი იყვნენ ის კაცები ის მოხუცები და ასე შემდეგ 100,000 ულამაზესი სახე ულამაზესმა ფიზიკურად და კიდევ უფრო ულამაზესმა სულიერად დადეს თავი და მე ღრმად მწამს რომ თბილისი რო დაფარულია მაგით დიდი წმინდა სისხლით ძმანო და დანო ჩვენ უნდა ვიცოდეთ აღა მაჰმადხანის შემოსევიდან 200 წელზე მეტი გავიდა 200 ალბათ 250-ს გავიდა ალბათ წარმოიდგინე 2 საუკუნე ნახევარი თბილისს ომი არ ნახია თუ არ ჩავთვლით ჩვენ უგუნურებით ძმათა შორის ომს რომელიც თვითონ ჩვენ გავასახეთ ისეც აღა მაჰმადხანმა შემოვიდა თბილისში და მესამე დღეს მოუსვა და წავიდა აქედან იმდენად ეშინოდა ქართველების ძმანო და დანო ასე რომ აი ესეთი დაფარულია ჩვენი დედაქალაქი და მე ღრმად მწამს რომ ამ დიდებული 100,000 მოწამის ლოცვით მე მგონი ყველაფერი თქვით და ის გადამჭირია რომ შეგახსენოთ რომ დავით და კონსტანტინოსაც არის დღეს დავით და კონსტანტინეს ცხოვრებაში წერია რომ მათ სანამ გადააგდებდნენ ზღვაში და აღჩობდნენ დინარე ტბაში მათ მიეცათ უფლება ჯალათებმა მიცეს ამის უფლება რომ ელოცათ მათ თქვეს უფალო ჩვენი ნაწილებიო შეინახეო მიწის ზემოთო თქვენ იცით რომ საქართველოში სულ მარხავდნენ იმიტომ რომ შურს იძიებდნენ მუსლიმები მოვიდოდნენ და წმინდა ნაწილები გადაყრიდნენ ან დაწვავდნენ ან დინარეში გადაყრიდნენ ეს არის თვითონ სასწაული ჩვენი ნაწილებიო შეინახეო უფალო უხსნელად ვიდრე მეორედ მოსვლამდეო და ვინც მოვაო ჩვენს ნაწილებთან რასაც იტყვისო ყველაფერი აღუსრულებო და ის მახმა აღუსრულებო ასე რომ ეს არის უდიდეს შემწეობა ჯერდი ეს აღსრულდა აგერ ხო ხედავ აღსრულებული ამდენი საუკუნე ამდენი მტერი და დავით და კონსტანტინე ისევ მიწის ზემოთ არის მათი წმინდა ძვლები ძმანო და ეს თავად სასწაულია უკვე საქართველოში არსად ღმერთმა ისე მოაწყო რომ არსად არავის აზრად მოსვლია მათი მუსლიმებსაც კი ისე ეშინოდა რომ ეს ძვლები უპატივცემულოდ მოკროდნენ გადაეხარათ ან დაეწვათ ერთადერთი იკადრეს კომუნისტებმა ისეც 21-იან 21 წელს თუ 22 წელს ზუსტად აღარ მახსოვს მათ იცით თქვენ ისტორია არის კიდევაც ფილმი დოკუმენტარული გადაღებული მათ გამოიტანეს ძვლები ურემზე დადეს და საქვეყნოდ გაყვიროდნენ ქუთაისელებს ეუბნებოდნენ თქვენი ღმერთი აბა რო იძახოთითო ჯერდი 22 საუკუნემდე ხო მოაღწია და იყო ეს წინასწარმეტყველება აღსრულებული აბა რო იძახითო ვერაფერს ვერ უზამ წმინდა დავით და კონსტანტინეს ძვლებსო ეს ისტორიული ამბავია ნახეთ რიოში მივყავსო აგერ დაგჭა უკვე 1 კილომეტრიო და მივადგები და გადავწვი და მე ილაპარაკებ ძმანო და მოწმენდილიცა
ზუსტად სადღაც 500-400 მეტრში უკვე რომ იმედიც კი დაკარგეს მორწმუნეებმა, როცა ნახეს რომ 300-400 მეტრი იყო დარჩენილი და ნუ თითქმის აღარაფერი გადაყრიდნენ და არაფერი არ უდგა ბოროტებას წინ სასწაულებრივად მოიღრუბლა, ისე მოიღრუბლა რომ მართლა შეშინდა ყველა, გაშავდაცა, დაღამდა თითქმის დაიწყო სასწაული ქარიშხალი, დაიწყო ისეთი ჭექაქუხილი და ისეთი კოკისპირული წვიმა და თან სეტყვა ძმანო და დანო, რომ ესე იგი იმ გარემოში უკვე ვეღარაფერს ვეღარ შეასრულებთ, თვით კომუნისტებად ყველაფერი მიატოვეს, გაიქცენ და თავი შეაფარეს. ამის შემდეგ შეშინებულებმა რო გამოიდარა, დაანებეს თავი იმდენად ეშინო და ვეღარ ეკარებოდნენ, სირცხვილით ვერ ჩნდებოდნენ, მორწმუნეებმა მოკიდეს ხელი და კვლავ შეატრიალეს მოწამეთაში ძმანო და მე ვარ მომსწრე 1980 წელს დაახლოებით, ან 91-ში, ან 2-ში, აი, გახდი კომუნისტები, პერესტროიკაც არ იყო ჯერ დაწყებული, ძმანო და დანო, აი იმ პერიოდში მე მაგ ერთი ღამე გათენებული მოწამეთაში და ჩემი თვალით ნახე იქ აგზარული იყო, მაგრამ ჩემი თვალით ნახე რა ხდებოდა ძმანო და დანო, ზღვა ხალხი და ალბათ არ ვიცი ვინ მოვიდა, ვიღაც დიდი კაცის ცოლი მოვიდა, იმიტომ რომ პოლიციელებიც თუ მილიცია იყო მაშინ, მილიციელებიც რაღაცნაირად ისე გაიმართენ წელში და დიდი პატივით შეეგებენ და ეს დიდი კაცის ცოლი იყო ეთყობა, ეხლა მე აღარ მახსოვს იქ თქვენს კიდევ შეიძლება ქუთაისის პირველი მდივნის თუ როგორ იყო მაშინ, იმის ცოლი არ ვიცი ვიღაც დიდი იყო და რაიკობის დივანი და რო გადმოვიდა ეს ქალი, მორწმუნე იყო, მიდიოდა დავიდა კონსტანტე, იმასაც ვინ ეთყოდა რამეს, ქუთაისი ხო იცით ძმაო და რა ქალაქია და აი ეს ქალი გადმოვიდა და მილიციელებს უთხრა, პოლიციელებს, ეს ხალხი გინდა თქვენო, რომ შეაჩეროთ რომ ეკლესიაში არიანო. ნუ აი ჩემ თვალწინ ეს ხალხი გინდა თქვენ შეაჩეროთ. ისეთი სარწმუნოება იყო ძმანო და დანო დავის და ქონდა კომუნისტების პერიოდშიც კი. შეგვეციოს მათი ჩვენ გახარებული ვართ და ვაგლობთ ხმებს და ეს სასწაული არის ის, რომ ღმერთი ჩვენთან არის, ეს სასწაული არის და გვაფრთხილეს უფალი, რომ არ არის ძილის დრო, არ არის სისულელის დრო, აჰა, აღესრულა თქვენი თვალით ნახეთ, ვინც მორწმუნეა ხომ არის და ვინც ორჭოფობს, ვინც რაღაც ჩვევებშია, ნარკომანობს, ტაბლეტებს კლაპავს, ლოთობს, აჰა ძმანო და ღვთის აშკარა სასწაული, დადეთ ახლა, დადეთ თქვი, რომ ამას აღარ გააკეთებ. განსაკუთრებით ახალგაზრდობას მიმართავ და დავიწყოთ ბედნიერი ამდვილი ცხოვრება, რომელიც მიგვიყვანს ღვთის სასუფლებლად. დაგლოცოთ და გაგვიგებთ.